მათე რო არ იყოს ახლა გადმოსაყვანი რა გამომიყვანა გოგოებო გარეთ სამსრის კურტკა გადმოვიღე და რა ვიცი მინდა ძალიან თბილი ამიდები გამოვიდეს დაცხეს როგორც წინა კვირაში იყო მაგრამ ჯერ მე მგონი რომ რამდენიმე დღე ძიმები იქნება ნახეთ ნახელა ბიჭი მყავს ფრთხილად გადადი მეხმარება წარმოიდგინეთ არ არის ხო აქ ფისვა ხომე და წავეჩით ეგრეც მეთქი ვერ მოერევა და აბაწით როგორაც ეს რას არ მოერევა დედას უკვე დიდი ბიჭი ყავს სიცოცხლე ბიჭი წყალი მინდა მათე ისე რომ რა ვიცი ძალიან მომწყურდა რა მოვედით საერთოდ არ შემციუდა ისეთი თბილა თუ არ მათე საერთოდ არ მციო ამ კურტკაში შეხვალციო არა ამას ისეთი ბეწვიანი ჟაკეტია ცეში გინდა რომ მოვედით მე და ჩემი ბიჭი ონამში გამოვიარე საფეტი მაინც ამოდი ორი რაღაცა მხოლა ეს და ძეხი მოდი მათე წაიღე აი ესე შენი ჩიპს ესენი ვიყიდე ეს ვიყიდე კიდე დიდი ზეთი ვერ არ მინდა ზეთი აღარ მაქვს და წამოვიდე კვერთხი ნუ ვიარაფერი ამიყიდია კვერთხი ეს რატო მომინდა ვიცი ადრე ვიყიდე და მაინც არ მოგოწონა ეხლა რო შევხედე რა მიმიზიდა ფერმა მომინდა რაღაცნაირად და ამოვიდე და მარიამი აი ესენი არის დრესები საყიდლები რაღაცნაირად ვარ თითქოს დაგდილი არა და საერთოდ არაფრით არ დავიღალე ალბათ ამინდის ბრალია ეს ყველაფერი წყალი მინდა მართლა წყალი არ დამივიღია საერთოდ მინდოდა და ავიღავიოთ და შევწათო მოხარშო კვერცხი ორი ცალი კვერცხი მინდა ეს არის გარეცხი ხო მინდა ორი კვერცხი როგორ მოიქცი არის მიდი მოხარშო იკაში მიწეღან გამემოვიხარშავ იმიტომ რომ ჭარხალი მაქვს და ფიქრობ რომ მოუხდება რა ვიცი ჭარხლის სალათი დავრეცხე ახლა ისიც უნდა
გადმოვყარო და გავფრინე. მოვედი საღამოსკენ გოგოებო, ესე იგი ესეთი ემოციური დღეები, არ ვიცი. 2025 წელი. თქვენსკენაც ესია თუ მარტო ჩემთან არის ესეთი. ჯერ ხო საერთოდ დრო დასწრაფებული იყო ძალიან და არის. და რაც დრო გადის, კიდე უფრო და უფრო როგორც ციყვი ბორბალში, ისე ვიქცევით. ყველანი ალბათ ვფიქრობ, მარტო მე არა ვარ ესე. ჩავწიე რა ცოტა მათე ხელი მიშლები. მე ვფიქრობ, რომ ყველა ესე ვართ, გოგოებო, თქვენც ესე ხართ. ყოველი დღე ისეთი დატვირთულია სიახლეებით და თან ისეთი ემოციური, რომ არ ვიცი. ფანჯარა გააღო და იყურება იქიდან. აი, როცა სამსახურში ვიყავი, ხოლმე ამაზე ძალიან მივივლობდი. ნიკა რომ მირეკავდა, სანამ გავიგებდი როგორ არიან სახლში, არ ვიცი რა. და ზუსტად ხდებოდი ხოლმე და ეხაც რო ვაპირებ გასვლას, ეხაც ვფიქრობ, როგორ ვიქნები. ხო არ ვინებიულე კიდე. მაგრამ გია იქნება. ამათთან აუცილებლად მათესთან იქნება გია, სანამ მე ვიქნები. სამსახურში გია იქნება. ბავშვთან მე რომ მოვალ სამსახურიდან მერე წავა გია, ან სკოლაში როცა იქნება, მაგ დროს იმუშავებს ხოლმე. თუ გავედი, ნახოთ, ყველაფერი არის უფლის ღმერთის ნება. ხა იმ წუთში გავფინე სარეცხი მორჩი გოგოებო, წეგან ძალიან დიდი სიახლეებია ჩემსკენ და არ ვიცი რა იქნება, როგორ იქნება, როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი, თუნდაც სამსახურის ხრივ ვნახოთ, ყველაფერს გეტყვით. და მეხმარება ხოლმე ყოველთვის ის, ყოველთვის რო ღმერთს ვანდობ ყველაფერს, ჩემსას. შვილებიდან მოყოლებული ოჯახი, შვილები, სამსახური იქნება თუ რა, აი აბსოლუტურად ყველაფერს. ყველა გადაწყვეტილების დროს ვუხმობ უფალს რჩევებისთვის და ეს ძალიან მეხმარება ხოლმე და ვფიქრობ, რომ მეთი ჩემთან არის. ის არასოდეს არ მიმატოვებს. ზოგჯერ თავს ისეც ვგრძნობ ხოლმე, რომ თითქოს რაღაცნაირად ძალები გამოგეცალა, აღარ ყოფნის. მაგრამ პავლემ რო თქვა, როცა ვარ სუსტი, მაშინ ვარ ძლიერი, ხოთით. ზუსტად ეგრე. ხო, როცა სუსტი ხარ, ძლიერი ხარ. კი. რა? როცა სუსტი ვარ, მაშინ ვარ ყველაზე ძლიერი. კი. იმიტომ მათე რომ ღმერთი გაძლევს, ეგ არ მუშაობს, ღმერთი გაძლევს მაგ დროს აღმატებულ ძალას. და მე ამ ძალას ხოლმე ყოველთვის ვგრძნობ ღვთისგან, ყოველთვის. მადლობა უფალს ამ ყველაფრისთვის და ვფიქრობ, რომ ეხლაც ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. აქ მაგ სანათი, მაგრამ შევაერთო, უფრო კარგად გამოვჩდებოდი. მაგრამ რა შედარებაა, ჩემი ტელეფონი კარგად იღებს. ძალიან მომწონს. ხო, აი ესე, გოგო, რა ვიცი, ყველაფრის ერთიანად მოყოლა და თქვა შემიძლია, მაგრამ ვფიქრობ, რასაც ვამბობ ხოლმე, ესეც არის გამომხნევებელი, გავდივარ ისეთ საინტერესო პერიოდს გავდივარ ძალიან გარდამტეხი პერიოდია. 2025 წელი, რაც დაიწყო, არის ესეთი გია მირეკავს ახლა. ხო და ესე ჩემო სიხარულებო, ესეთი ამბები 2025 წელი, რაც დაიწყო, არის ესეთი და კიდე ისი თქმა მინდოდა. კი ავწუწუნებ მე.
ეს ისე ჩათვალოთ სოქს გონია ხოლმე რომ აი რა კარგად იყავი და მშვენივრად იყავი სოფელში და გადმოხვედი აქ და ეხა წუწუნებ და არ წუწუნებ. ისე მიდის ყველაფერი როგორც მინდა, მე ესეთი ცხოვრება მინდოდა. მე არ მინდა ისეთი ცხოვრება მოსაწყენი და ანუ როზი ხარ არიცი რა გააკეთო, არაფერი არ ხდება, შენ ცხოვრებაში სიახლეები არ ხდება, არაფერი არ ხდება. ანუ მარტო ადექი საჭმელი გააკეთე და მორჩა, რა ვიცი. მე ესე ვიყავი სოფელში. საყიდლებზეც კი ვერ მივდიოდი ხშირად. ანუ იმიტომ რომ არ იყო იქ თანადვილი რა. იქვე სოფელში თუ გავიდოდი ხოლმე, მე და მათე ხო გახსოვთ ვიდეოსაც კი ვიღებდი. რო გავდიოდი. დანარჩენი მე მომწონს როგორც არის. უბრალოდ ლაგდება ჩემთან რა. ახლა მაგალითად თუ დავიწყე სამსახური, რა თქმა უნდა ეს ძალიან კარგი იქნება. თუ მოვერგე, განცდები მაქვს, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ სამსახურის ისეთი რაღაცა არის, პატარა საქმე არ არის, ხო? და რა თქმა უნდა რაღაცნაირად განვიცდი, როგორ მომეწონება, მოვერგები თუ ვერ მოვერგები, კიდე არ მოხდეს ისე რომ დაუშვათ გავიდე, დრო დავკარგო და არ მომეწონოს დაუშვათ და მერე უკან მომიწიოს წამოსვლა და აი ეს ყველაფერი თითქოს რაღაცა სტრესივით მაქვს. იქაც სიხარულით მივდიოდი ხოლმე თავიდან, სადაც ვიყავი, მაგრამ ხო იცით მე რა მდგომარეობაც ხდებოდა, ანუ და თითქოს რაღაცნაირად სტრესი მაქვს. ახლა დღეს შევხედე მე პროგრამასაც შევხედე, როგორი პროგრამა არის, უფრო რთული პროგრამაა. Apex-ზე ვმუშაობდი მე, Apex-ის პროგრამა ვიცი და ეს სხვანაირია. ამასაც უნდა მიჩვევა. ძალიან კარგი გოგო იყო მოლარე და ვინც მიხსნიდა, ანუ და ყველაფერი მითხრა და ისიც მითხრა, რომ რა თქმა უნდა ცუდი და კარგი ყველგან არის და ვერ გეტყვი ახლა რომ 64-ია, მაგრამ ის რომ დაუშვათ ყველაფერი ხარ, ანუ კონსულტანტიც, მოლარეც, დამალაგებელიც, ესეც, ისიც, რა ვიცი, ყველაფერი, ეგრე აქ არ არისო. შესვენება 1 საათი ნამდვილად გაქვს და იმ შესვენებას გამოიყენებ, უბრალოდ შეგიძლია დატოვო სამსახური, მაგ 1 საათის განმავლობაში გახვიდე და თვალმაც დაისვენოს, ანუ გონებამაც დაისვენოს. საჭმელიც ნორმალურად შეჭამო და გააგრძელო მერე მუშაობა ისე ეს ძალიან კარგია თუ ასე იქნება, მაგრამ თუ იქნება ასე. თუ იქნება. ხო და ნახოთ. ველოდები ხვალ უნდა დამირეკო. ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ვფიქრობ, რომ ყველაფერი დალაგდება. ეს არის ცხოვრება. თავისი განცდებით, სიხარულით, წუხარებით, მოლოდინით, იმედგაცრუებით, ზოგჯერ იმედით. მაგრამ როცა სიყვარულით აკეთებ ყველაფერს. როცა უბრალოდ ადამიანები გიყვარს, ეს ყველაფერი ჩანს. როცა არის ტყუები, როცა სიმართლით მიდიხარ შენ გზას, ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს, გოგოები. მია შემიძლია ტყუილები. მირჩევნია რაღაც საქმეში არ გამიმართლდეს, ვიდრე მოვიტყუო. ტყუილით გაკეთებული საქმე არ მინდა. არ მიყვარს, არ მომწონს ეგეთი ცხოვრება. მე მიყვარს სიმართლე.
სიმართლე, ღმერთი, სამართლიანობა. და სიმშვიდე. ნებისმიერ პრობლემის დროს ვინარჩუნებ სიმშვიდეს. თავარი არის ეს. მე არ ვიცი უაზროდ სიხარული ძალიან რაღაცაზე და ძალიან დიდი მწუხარება გადავარდნა ან ერთ მხარეს, ან მეორე მხარეს. ბავშვობიდან ესეთი ვარ, დედაჩემი რომ იყიდიდა ხოლმე ტანსაცმელს და მომიტანდა რაღაც ჩვეულებრივად ვიყავი ზოგჯერ არც ვისინჯავდი. შევხედავდი და ვეტყოდი რომ დედა ბავშვობიდან ესეთი ვარ. დედა მერე გავისინჯავ და ისე უგვირდა. ისეთი სიხარულით მომქონდაო ეს ყველაფერიო შენთან. და ჩემი ბავშვობა რომ მახსენდებაო. ესე იგი არ ვიციო ხა დედაჩემს რომ მოეტანაო, მაგას როგორ ვეტყოდი. შენ რანაირი ხარო, არ ვიციო რა გიყიდოო და რითი შემიძლიაო, რომ აი ძალიან გაგახაროო და მერე რო გავთხოვდი, სხვათა შორის მერეც მქონდა გიასთან რაღაცნაირად ესეთი ისრაფია. არ ვიცი პრობლემაა თუ ჩემი ხასიათი რომ ეს ხასიათი რომ დაინახა. ეხლა რა თქმა უნდა მიეჩვია და მიღებს ისეც როგორიც ვარ, მაგრამ რაღაცას რო ვაკეთებდით, რაღაცას რო ყიდულობდით, რაღაცა არ ვიცოდი ძალიან სიხარულის გამოხატვა. მე არ ვიცი ძალიან სიხარულის გამოხატვა და უკვე და ხომ ჟანო არ ვიციო რა, აი მე ხო ბიჭი ვარო და მე უფრო გამოხატავ სიხარულსო ვიდრე შენ, მაგრამ ნუ ესეთი ვარ და მორჩა არც მწუხარებაში ვიცი ძალიან რო გადავარდე და არც სიხარულში. და ყოველთვის ესეთი ნეიტრალურად ვუდგები, აი ზუსტად ამ ხასიათის გამო არის, რომ მე ვინარჩუნებ სიხარულს მიუხედავად როგორ პირობებში მიწევს ცხოვრება და რო იწელება ეს ყველაფერი. ბევრი ამას ვერ შეძლებდა. დარწმუნებული ვარ მე ამაში, ბევრი ამას ვერ შეძლებდა. წავედი გოგოებო, ძალიან მინდოდა ეს საუბარი თქვენთან. შვიდ გარემოში, მიყვარხართ ძალიან, ვიცი რომ გამიგებთ, ვიცი რომ გიყვარვართ თქვენც, ვიცი რომ მიცნობთ, ვინც არ არის ჩემიანი, ვინც არ მიცნობს, ვინც ჩასაფრებულია, ვინც ვერ მხედავს, მათთვის არც არის ეს ვიდეო. ეს ვიდეო მათთვის არის, ვინც ხედავს. ისეც როგორიც ვარ სინამდვილეში. გაკოცეთ, მიყვარხართ. ყველას შვიდობიანი ღამე და ხვალამდე გემშვიდობ.